ელრიაჩი მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ უკრაინაში ცეცხლი მაინც არ წყდება. ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინულ და რუსულ დელეგაციებთან ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ განმარტავს, რომ მიღწეული შეთანხმება შავ ზღვაში თავდასხმების და ენერგეტიკულ ობიექტებზე ირიშების დროებით შეწყვეტას გულისხმობს, თუმცა რეალობა სხვა. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა კვლავ იბომბება, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. პარალელურად კიევიდან და მოსკოვიდან სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება იმ შეთანხმების ტექსტზე, რომელიც საუდის არაბეთში განიხილებოდა. მოსკოვს შავ ზღვაში დროებითი ზავის მისაღწევად საკუთარი პირობები აქვს. მათ შორის დასავლეთის მხრიდან რუსული ბანკებისთვის სანქციების მოხსნა, რაც უთანხმოების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. ევროკავშირი ამ პირობის დასაკმაყოფილებლად რუსეთს საკუთარ მოთხოვნებს უყენებს. ხვალ უკრაინის საკითხზე საფრანგეთის დედაქალაქში ევროპელი ლიდერები იმსჯელებენ. ზავი შავ ზღვაში და რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერების შესახებ შეთანხმების რეალიზაცია. ასეთია ვაშინგტონის შეფასებით ამერიკის შეერთებული შტატების რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის რიადში გამართული სამდღიანი მოლაპარაკებების შედეგი. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ თეთრმა სახლმა ორი განსხვავებული განცხადება გაავრცელა. ორივე მათგანში საუბარი იყო შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. რაც შეეხება განსხვავებულ პუნქტებს, უკრაინის შემთხვევაში ვაშინგტონი პირობას დებს, რომ დაეხმარება კიევს სამხედრო ტყვეების გათავისუფლებასა და გატაცებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებაში. რუსეთს კი ამერიკის შეერთებული შტატები რუსული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების მსოფლიო ბაზრებზე დაბრუნებას დაპირდა. შეერთებული შტატები კვლავაც მზადაა ხელი შეუწყოს სამხედრო ტყვეების გაცვლას, სამოქალაქო პატიმრების გათავისუფლებასა და იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას. შეერთებული შტატები დაეხმარება რუსეთს მსოფლიო ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების ექსპორტის აღდგენაში. შეამცირებს საზღვაო დაზღვევის ხარჯებსა და გააუმჯობესებს პორტებსა და გადახდის სისტემებზე წვდომას ასეთი ტრანზაქციებისთვის. რიადში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით კიევსა და მოსკოვში განსხვავებული ინტერპრეტაციები ჰქონდათ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეთანხმება ძალაში თეთრი სახლის ვებგვერდზე განცხადების გამოქვეყნებისთანავე შედის. ზელენსკიმ თქვა, რომ კიევმა გადასცა ამერიკის შეერთებულ შტატებს სტრატეგიული ობიექტების ნუსხა, რომლებიც დაცული უნდა იყოს რუსეთის დარტყმებისაგან. მე მჯერა, რომ არსებობს მილიონი კითხვა, გულწრფელად მჯერა ამისი, იქნება მილიონობით კითხვა და დეტალი, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით ეს ჟღერს ასე. ყველა მხარე, უკრაინა და რუსეთი არ იყენებს იარაღს მეორე მხარის ენერგოსისტემების წინააღმდეგ. შავ ზღვაზე ზავთან დაკავშირებით შეთანხმების საკუთარი ვერსია აღმოაჩნდათ მოსკოვში. კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შავ ზღვაში ზავი მხოლოდ მაშინდე გამოქმედდება, რაც დასავლეთი მოხსნის რუსული აგრარული ბანკის და სურსათით ვაჭრობაში ჩართული სხვა ფინანსური ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ასევე კვლავაც აღდგება მათი წვდომა საგადახდო სისტემა SWIFT-თან. რაც შეეხება შავ ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, როგორც ეს მითითებულია ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, ის შეიძლება ამოქმედეს გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ. ფაქტობრივად ეს იგივე პირობებია, რომლებიც შეტანილი იყო შავ ზღვის ინიციატივაში ბატონი გუტეშერის გარანტიებით, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მოქმედებდა. ყველა პირობა შესრულდა გარდა იმ პირობებისა, რომლებიც რუსულ მხარეს ეხებოდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამჯერად სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამერიკელებთან ერთად. კრემლში ასევე ამტკიცებენ, რომ ენერგეტიკის ობიექტებზე დარტყმების განხორციელებაზე მორატორიუმი 18 მარტიდან მოქმედებს და რუსეთი მას იცავს. უკრაინის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ეს აკრძალვა 25 მარტიდანაა ძალაში. ამ ფონზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ძდებს ბრალს კიევს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმაში. თავის მხრივ კიევში ამბობენ, რომ რიადში მოლაპარაკებების დასრულებისა და შეთანხმების მიღწევიდან რამდენიმე საათში რუსეთმა იერიში მიიტანა შავი ზღვის საპორტო ქალაქ მიკოლაევზე. უკრაინის ხელისუფლების ცნობით დარტყმების სამიზნე ასევე გახდა ჩერკასკის, სუმისა და კიროვოგრადის რეგიონებიც. ასეთ სიტუაციაში ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არაა გამორიცხული რუსეთი ცდილობდეს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების გაჭიანურებას. დაბეჯითებით არ ვიცი, გარკვეულ მომენტში გაცნობებთ, მაგრამ ვფიქრობ რუსეთს სურს ამის დასრულება, თუმცა შესაძლოა ისინი ფეხს ითრევენ. წლების განმავლობაში მიკეთებია ასეთი რამ. არ მინდა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, მინდა თამაში დავრჩე, მაგრამ შესაძლოა არ მინდა ამის გაკეთება. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ არა, ვფიქრობ რუსეთს სურს ამის დასრულება და ვფიქრობ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს ამის დასრულება ამ ეტაპზე. რუსეთის მოთხოვნა, რომ შავ ზღვაში ზავის ამოქმედებამდე ზოგიერთ რუსულ ბანკს
საგადახდო სისტემა SWIFT-თან წვდომა აღუდგეს, ევროპაში კითხვის ნიშნებს იწვევს. ვინაიდან ამ გადაწყვეტილების მიღება ტრამპს არ შეუძლია, რადგანაც SWIFT-ი ევროკავშირის იურისდიქციაში ექცევა. ამიტომ ბევრი შიშობს, რომ პუტინის მიერ წაყენებული წინაპირობა ევროკავშირს რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს. თუ ევროპა არ დათანხმდება ამ მოთხოვნის შესრულებას, შესაძლოა ამან ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვიოს, რომელსაც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა სურს. ხოლო თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, შესაძლოა პუტინმა ეს სისუსტედ ჩათვალოს და ევროპას ახალ დათმობებზე წასვლა მოსთხოვოს. რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის დასრულება უკრაინაში და რუსეთის ყველა სამხედრო ძალის უპირობო გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სანქციების შესაცვლელად ან გასაუქმებლად. თავის მხრივ ევროპაში გრძელდება საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სამშვიდობო ინიციატივის განხილვა. 27 მარტს პარიზში ეგრეთ წოდებულ მსურველთა კოალიციის წევრები შეიკრიბებიან და უკრაინისათვის აუცილებელ უსაფრთხოების გარანტიებზე იმსჯელებენ. უკვე ცნობილია, რომ საფრანგეთის დედაქალაქში ხვალ 31 ქვეყნის წარმომადგენელი ჩავა. მანამდე კი დღეს პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრაა დაგეგმილი.